დილა 104-5-ზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, განვაგრძობ ჩვენს დილის გადაცემას და ახლა სტუმრების დროც დადგა ჩვენს ეთერში. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ ფოლკლორულ ექსპედიციაზე, რომელიც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ექსპედიციის ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის სპეციალისტი თეონა რუხაძე, ეთნომუსიკოლოგი, შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე. დილის სტუმარი. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, მით უფრო რომ ვიცით როგორი დატვირთული რეჟიმიც ჰქონდათ და ორმაგად დიდი მადლობა იმისთვის რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და თავდაპირველად რო გითხრათ ამ ექსპედიციის მიზანზე. მოგახსენებთ როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი. დიახ. რა თქმა უნდა ექსპედიციას ყოველთვის ერთი ძირითადი მიზანი აქვს რომ დააფიქსიროს იმჟამინდელი მდგომარეობა ფოლკლორისა, ფოლკლორის სხვადასხვა დარგისა, ასახოს და საარქივო შეკრიბოს მასალები, იმიტომ რომ ეს მასალა ცხადია არ დაიკარგოს და ჩვენ შთამომავლობა შემორჩეს. ეს არის უპირველესი მიზანი. თან განსაკუთრებული იყო ეს ექსპედიცია იმით, რომ ორი დარგის სპეციალისტებისგან შედგებოდა, ეთნომუსიკოლოგების და ქორეოლოგისგან, ანუ კომპლექსური ექსპედიცია არის და ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტადრე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აჭარული მუსიკალური ფოლკლორი თავისთავად დღესაც კი ცეკვისა და სიმღერის ერთობლივ სინკრეტულ ერთიანობაში სრულდება. ამდენად ცხადია აქ ყოველთვის ძალიან სწორი არის ქორეოლოგისა და ეთნომუსიკოლოგის ერთობლივი მუშაობა. გარდა ამისა ამ ექსპედიციას აქვს მე მგონი ისეთი პირდაპირი გაცილებით სხვა დატვირთვაც ის, რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ, აი შუახევის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს თქვა ჩვენი რეკომენდაციები როგორც პროფესიონალებისა და ამ მიზან მიმართულებით წარმართოს კულტურის ცენტრის შემდგომი მუშაობა. და თუ შეიძლება რომ დავაკონკრეტოთ, ანუ რეკომენდაციებში რა იგულისხმება? იგულისხმება მაგალითად ის, რომ რო დაიდება ეს შედეგები და ჩვენ ვაპირებთ ამ შედეგებზე ძალიან ისეთი კონკრეტული ინფორმაცია გქონდეს, ჩვენ აუცილებლად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გავმართავთ ამ ექსპედიციის შედეგების პრეზენტაციას. საკმაოდ ესეთი დაწვრილებითი პრეზენტაცია იქნება, სამეცნიერო პრეზენტაცია და უკვე შეთანხმებულები ვართ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორთან ვახტანგ ვერიძესთან, რომ მისი დიდი სურვილია რომ ასეთი პრეზენტაცია შუახევშიც მოეწყოს. და ცხადია იმ მასალასთან ერთად, რაც წარმოდგენილი იქნება როგორც ჩაწერილი მასალა, უკვე ფიქსირებული მასალა, აი შესრულების ფორმებზე გვექნება საუბარი, შესრულების წესზე, ვთქვათ, რა შეიცვალა, ტრადიციული როგორი იყო და დღეს რა მიმართულებით არის, მეორეულ ანსამბლებში რა ხდება მაგალითად, წმინდა ავთენტიკურ შემსრულებელში რა ხდება და აი ამ თვალსაზრისით ჩვენ რეკომენდაციებს აუცილებლად აღნიშნავთ იმ დადებით მხარეებსაც, სასიკეთოსაც, რაც ძალიან თვალსაჩინოა და არ შეიძლება რომ ეს პროფესიონალმა არ შენიშნოს და არ დაინახოს და არ აღნიშნოს მით უმეტეს და აღნიშნოთ ცხადია აი რაღაც რა როგორ თქვა იცით აი დღევანდელ ყოფას რაც ახლავს ფოლკლორულ ყოფას რაც ახლავს აუცილებელი თანმიმდევრი რაც არის და გარკვეულწილად მიუთითებს მიახლოებით როდისთვის დაიდება ეს დასკვნა ჩვენ ვფიქრობთ საკმაოდ სამუშაო, საკმაოდ შრომატევადი იქნება თავისთავად. თეონა მომეხმარე რა მასალა, რამდენი რა რაოდენობის მასალა ჩავწერეთ. საკმაოდ რაოდენობრივად ეს არის ფოტო მასალა ცალკე, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა, როგორც უბრალოდ დიქტოფონით ჩაწერილი, ისე მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით ჩაწერილი მასალა, ხა მთლიანობაში თუ დაახლოებით ეს არის 500 გიგაბაიტამდე ესე რომ მასალა. ადგის მასალა. ანუ ეს ხელი ჯობია საათობრივად ვთქვათ, მაგრამ ახლა ჯერ გაგვიჭირდება, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა 10 დღის ფაქტობრივად ჩვენ რო გავდიოდით დილით 9 საათზე მოვდიოდით 12 პირველ საათზე ზოგჯერ ღამით, ამიტომ ხო, ზოგჯერ უფრო გვიან, ამიტომ ეს არის ბევრი საათობრივად ძალიან და რა თქმა უნდა ამას დამუშავება, მოსმენა, სჭირდება, დახარისხება, სისტემატიზაცია, რომ ჩვენ თვითონვე სამეცნიერო ჩვენ თვითონვე ამას ყველაფერს გავუკეთოთ ეს დახარისხება და შემდეგ უკვე
პრეზენტაციისთვისაც სად ვიქნებით ალბათ და გარდა ამისა მეორეს მხრივ კიდევ არის ჩამოსასვლელი ესეც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს არის პირველი ეტაპი ექსპედიციისა და კიდევ ორი დარგი ორ დარგს აქვს აქ სამუშაოზე პირსიტყვიერებას და საფუძვთა გამოყენებით ხელოვნებას და საბოლოო ჯამში შეიძლება ყველაფერი ერთად შეჯამდეს და ამას ბუნებრივია დრო დაჭირდება კიდევ მინდა დავამატო ისიც რომ ექსპედიციის პარალელურად ჩვენთან ერთად მუშაობს ბათუმის შოთორისთავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტო-ვიდეო დოკუმენტარისტი ბატონი გივი ნახუცრიშვილი რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის ტრადიციებს პირზე ასახავს და მინდა მადლობა უთხრა ბატონგების ჩვენთან ერთად არის და აი ამ პროცესში ჩართული აქტიურად ამავდროულად ექსპედიციის პარალელურად ჩვენ მოახერხეთ ისიც რომ შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლების სტუდიური ჩაწერა მოხდა უკვე ალბომისთვის მომზადება მოხდა და ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლების კლიპი გადავიღეთ და აი საკმაოდ დატვირთულია ჩვენი დღის რეჟიმი და ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგები ექნება ეს ერთი მხრივ პრეზენტაციაში აისახება და მეორე მხრივ 2017 წლის იანვარში დაგეგმილია ვიდეო და აუდიო ალბომის გამოშვება და შუახევის ტრადიციების შესახებ ერთი წიგნის შექმნა რომელიც შექმნის წარმოდგენას აი ამ მუნიციპალიტეტის ანუ ალბომი სადაც სხვადასხვა კოლექტივების და არაერთი კოლექტივი ხო? შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლების აუდიო და ვიდეო ალბომი გამოქვეყნდება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კიდევ მინდა აღნიშნო როგორც თქვათ შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა რომ ეს არის თეომ კარგად აღნიშნა პირველი აქტივობა იმ რამდენიმეთაგან რომელიც ჩვენ ფოლკლორის ცენტრთან ერთად გვაქვს დაგეგმილი მეორე ეტაპი ეს იქნება ზეპირსიტყველი და ხალხური რეწვის ნიმუშების ჩაწერა და ფიქსირება იქნება ჩვენ გვეწვევა ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეხო თავის გადამღებ ჯგუფთან და ფოტოალბომი შეიქმნება რაიონის ფარგლებში გადაღებული მასალების მესამე ეტაპი ეს ისევ ეხება თქვათ ანსამბლების ჩაწერას და მეოთხე ეტაპი ეს გახდა დოკუმენტური ფილმი შუახევის მუნიციპალიტეტის შესახებ და რაც ძალიან სასიხარულოა ამის ინიციატივა თავზე აიღო ფოლკლორის ცენტრმა დირექტორმა ბატონმა გიორგი დონაძემ და ეს ამ იდეებს ჩვენ ერთად ვახორციელებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფინანსური მხარდამჭერია ფოლკლორის ცენტრის და ჩვენგან შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ერთობლივად ჩვენ ასეთი თანადგომით ვფიქრობ წლის ბოლომდე ძალიან კარგ შედეგს დავდივართ. ანუ ფინანსური მხარდაჭერა ვახსენებ, მხოლოდ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არის თუ კიდე არის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა. და საინტერესოა საექსპედიციო ჯგუფის სხვა წევრების შესახებაც და ვინ არიან ისინი რომ გავაცნოთ ჩვენ მსმენელს. სამი წევრია გერვართ და საკმაოდ ისეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან კარგად შეკრული მინდა აღვნიშნო და კარგად ორიენტირებული თითოეული კარგი თავისი დარგის სპეციალისტი იყო ნამდვილად და ამიტომ ნამდვილად არ გაგვჭირვებია მუშაობა შეხმატებილებულიც იყო ყველა კარგად ბატონი უჩადვალიშვილი რომელიც არის ქორეოლოგი ხელოვნების დოქტორი პროფესორი გახლავთ და ამ დარგს იკვლევდა საგანგებოდ ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი ნიკოლოზ გოგაშვილი გახლავთ ვიდეო ოპერატორი და ჩვენი მძღოლი ჩვენთაგანის ბედიღბარი დამოკიდებული ნიკოლოზ ირემაშვილი და მძღოლი ახსენე და არ შემიძლია არ გითხოთ ასევე მარშრუტიც როგორი იყო უკაცრავ ვისარგებლებ შეხობით რო არ გამოვრჩნენ იცით თავიდან პირველ დღეს ვიფიქრე რომ პირველ დღეს მეგზურობენ თქო ვახტანგ ბერიძე და რეზო ფევაძე მაგრამ ექსპედიციის წევრები იყვნენ შეგვიძლია თქვა რომ არც ერთ დღეს არ ყოფილვართ მათ გარეშე ანუ ექსპედიციის შემადგენლობას კიდევ ორი წევრი შეემატა ადგილზე შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და კულტურის ცენტრის არქივის სპეციალისტი ბატონი რეზო ფევაძე და აუცილებლად აი ისეთ იცით რა ისე ჩუმად და ისე კარგად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას რომ არა მათი ესეთი თანადგომა რომლებიც ყველას იცნობენ ადგილზე და ყველა სფეროს მუშაკს და მათი აი უდიდესი ძალისხმევით მოხდა ეს ყველაფერი კარგად რო დასრულდა ამიტომ შეიძლება ეს არ ვთქვა
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში ჩვენ მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოვიძიეთ წინასწარეს ეთნოფორები, მისი ჩაწერა შეიძლებოდა და შესაბამისად წინასწარი ინფორმაცია გქონდა, მაგრამ ადგილზე მისვლის შემთხვევაში უფრო მეტი ეთნოფორი გამოიკვეთა ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით უარი თქვა ჩაწერაზე. ზოგჯერ აი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ჩვენ მაინც შევძერით და ავამღერეთ და ავაცეკვეთ ეს ხალხი და მინდა თქვა რომ საკმაოდ ფართო მასშტაბით ვიმუშავეთ მუნიციპალიტეტის ყველა ხეობაში გავედით, ჭვანის ხეობაში, მარეთის ხეობაში, ზამლეთში და სადაც ველოდებოდით რომ უფრო მდიდარი ვთქვათ ფოლკლორული მასალა იყო, იქ პირიქით აღმოჩნდა და სადაც არ ველოდებოდით, იქ დახვდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და ამდენად საინტერესო იყო ჩვენთვის და მათთვისაც, რადგანაც ეს არის ერთგვარი ტრადიციის სიცოცხლის გახანგრძლივება. ალბათ ერთი საუკუნით კიდე. და თქვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხვდებით უამრავ ადამიანს, რომელიც თავისი ძველი ყოფის წესჩვეულებითა თუ თვითშემოქმედებით წარმოადგენს ეთნიკურ სახეს. რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის შუახევის რაიონი, რა სირთულეებს ჰქონდა ადგილი და თქვენი შთაბეჭდილებები გვინდა რომ გაგვიზიაროთ. ნამდვილად ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვიწევს ასე საფუძვლიანად გაცნობა იმ კუთხის ხალხისა, ამ ტრადიციის მატარებლების, მათის მეჩვეულებების და ყველაფერი ქართულის, ასე ვთქვათ, მშობლიური და სიყვარულის ამ ყველაფრის და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მე პირადად ბევრჯერ ვარ აქ ნამყოფი ექსპედიციის შეჭერაში, მაგრამ აი ამ ხნის განმავლობაში კიდე მომიწია და ძალიან მიხარებ. პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო განსაკუთრებული სტუმართ მოყვარეობა არ დამავიწყდეს მერე და აი აქ უნდა ვთქვა აჭარლებისა. ეს საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ნამდვილად, იმიტომ რომ ვფიქრობ თუ კი საქართველოში ვინმე რამე შემოინახა ამ თვალსაზრისით და მოგეხსენებათ განთქმულია ჩვენი ქვეყანა ამით, აჭარა გახლავთ აი იშვიათი გამონაკლისი ამ თვალსაზრისით კიდევ მათ შორისაც კი გამონაკლისი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერ დავასახელებ სოფელს და ოჯახს, სადაც შევსულიყავით და ისე გამოვეშვით, რომ აი რაღაცა დიდი გულით, დიდი სულით და უდიდესი პატივისცემით შეხვედროთ. დიდი სუფრით, მართლაც ასეა და რაც თორე დიდი კეთილგანწყობით, როგორც კი იგებდნენ ისთვის ვიყავით მისულები, ეს კეთილგანწყობა და ეს ძალიან დიდი მადლობა. მინდა დავასახელო, იცით? დინებართი თუ შეიძლება. კი ბატონო. აი ამ განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით. თელ შუახევის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს და განსაკუთრებით ავთანდილ დარჩიძის, დავით მჟავანაძის, ტარიელ ბუნქვაძის, ნოდარ გოგიტიძის, ნოდარ ქათამაძის, რამაზ ბერიძის, ნანული გოგიტიძის, ზაზა ხილაძის, შუშანა მიქელაძის ოჯახებს. ჩვენი მასპინძლობისთვის, ეს მასპინძლობა არ არის, ჩვენი მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ რისთვისაც ვართ ჩასულები, აი იმ საქმეში რო გვეხმარებიან და აი ეს არის უდიდესი სამსახური ჩვენთვის, იცით? აი გულგახსნილი რო დახვდები სტუმარს და იმ საქმეში რო დაეხმარები და რო ჩააწერინებ რაც იცი და თან რო ასე გულით და სულით უმასპინძლობ. უღმესი მადლობა შუახევის მუნიციპალიტეტს. და ანუ გზადაგზა ალბათ თქვენ ანუ კონდათ შეხება სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და თუ იყო ისეთი სიახლე, რასაც დაუშვათ მანამდე არ გსმენიათ. რამე ანუ აღმოჩენა თუ იყო თქვენთვის რაიმე ამ სახით. ზოგადად ახლა საერთოდ საექსპედიციო მუშაობა. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტუმართ მოყარეობა პრინციპში. ეგ ალბათ აღმოჩენა არ არის ხო საქართველოში მithumelik, მაგრამ დღეს მაინც უკვე გასაკვირი ხდება თანდათან. დამეთანხმება. კი, გეთანხმებით ნამდვილად. თბილისში და ამიტომ გასაკუთრებით აღმოჩნდა. საერთოდ ჩვენ სამუშაოში, ჩვენი მუშაობის დროს უცნაურობა არ არის, რომ რაღაცა ისეც გადაეყარო, რომ აქამდე შეიძლება ისეთი რამეც კი ჩაწერო, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა. იცით რატომ? თუ იყო ასეთი ამ ექსპედიციაში. შეიძლება ბედმა გაგიღიმოს. რა ვიცი, ხა არ ვიცი, რამდენად იყო ცეკვა ძუნძუხი, მაგრამ ბატონი უჩაქარა ბრძანდება. იცით რა, აი მაგალითად მინდა აღვნიშნო, აღმოვაჩინეთ პიროვნება, რომელიც უკრავს განდაგანას უამრავ კომპოზიციას.
რომელიც თქვა არ არის დღეს გამოყენებაში, საერთოდ გამოყენებადია ბატონი როლანდი ივანაძე და აქვე გაჩნდა იდეა რომ მისი აუდიო ვიდეო ალბომი ჩავწეროთ, იმიტომ რომ მის მიერ შედგენილი, დამუშავებული, შექმნილი კომპოზიციები არაჩვეულებრივი, რომელიც მისადაგებული აქვს თითოეულ ინდივიდუალურ შემსრულებელთან, აი წარსულში მოღვაწე პიროვნებებთან მუხამედ ართმანაძე იყო და დავით ალი ოსმან დავითაძე თუ მიხეილ კაკაძე თუ სხვები, აი ამ პიროვნებებთან მისადაგებული ყველასთან მელოდია აქვს და ძალიან საინტერესოა. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩონგურზე შემსრულებელი ვირტუოზი აღმოაჩინეთ ფაქტობრივად, რომელიც ფანდურზეც არაჩვეულებრივად უკრავდა აჭარულ მოტივებს, დიახ, გივი ბოქვაძე, დიახ, სოფელ ხაბელაშვილი და ქართულაძე მაგალითად, რომელიც ფანდურზე შემსრულებელია, მოხუცი კაცი და ბრწყინვალებთან უკრავდა. აი ეს მაინტერესებდა რა ასაკის ხალხია ეს და თუ ხედავთ თქვენ ახალ სიცოცხლეს მომავალ თაობაში. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რო ვეძებთ ფოლკლორს რო ვეძებ იმ თავით ორიენტირებული ხარ ძირითადად ხნიერ თაობაზე, ხო, აი 70 ზემო თითქოს, მაგრამ ძალიან გასახარია როცა ახალგაზრდა თაობაშიც რაღაც გამოძახილს პოულობ. აი ეს ბატონი ნოდარი რამდენი წლის იყო ქართცივაძე? ნუ დაახლოებით 80-მდე იყილებდა, 78-ის რაღაცას. ბრწყინვალედ უკრავს ეს კაცი და ანდურზე. და თან უკრავს ისე ჩანგურზე, აჭარულად. ვერ გავაოკეთ. ერთდროულად. ყველაფერს უცებ წამოხდება ჩამოივლის სიმღერიდან დაგვირდა ცეკვით პარალელურად არაჩვეულებრივი სტუდიურად გაგვიჭირდა მისი ჩაწერა, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რომ დავსვამდით, მაგრამ შეუძლებელია. really ეთნოფობი, აი ნიჭიერესი ადამიანია და ძალიან მიხარია რომ ესეთი ნიჭიერი მართლა ინდივიდუალური, აი მართლა რასაც ნიჭიერება ჰქვია და მართლა რასაც ნიჭიერი შემსრულებელი. და სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი კითხვა, ანუ თუ გინდა ეს უნიკალური ადამიანი, რომელიც არის, ის თუ უზიარებს მის გამოცდილებას მომავალ თაობას და თქვენ რა სურათი დაინახეთ აქედან გამომდინარე? ვფიქრობ უზიარებს, იმიტომ რომ აი მაგალითად დავით ჯავანაძის ოჯახის შემთხვევაში სოფელ ხაბელაშვილებში სოფელ ცხემლიში ჩავიწერეთ პიროვნება, რომელიც არაჩვეულებრივად ცეკვავს და ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატია. მეუღლეც ცეკვავს, შვილებიც ცეკვავენ. თვითონ არაჩვეულებრივად ღერის სამივე ხმას და ახსოვს ძველი სიმღერები. ეს მე ვფიქრობ და აღნიშნოთ, იმიტომ რომ რაღაც გამონაკლისია ესეთი რაღაც შემოქმედებითი ოჯახი, ხო? საოჯახო ტრადიცია და ყველა თაობა ცხადია რომ მათი შვილებიც ასე გაიზრდება, იმიტომ რომ მათთვის არის ღირებულება ეს. აი ეს ღირებულება, მართლა ღირებულებაა დღესაც და ეს არის ძალიან გასახარი. გარდა ამისა გუშინაც სკოლის ასაკის ბავშვებიც ჩავწერეთ, რომლებიც ცეკვავენ არაჩვეულებრივად და იცით რა, შუახევის კულტურის ცენტრი დღესდღეობით არის აჭარის ფარგლებში ისეთი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენელს და ყველა თაობის თქვათ დაინტერესებულ პირს. ეს იქნება თქვათ ახალგაზრდა 16 წლის ასაკიდან 30 წლის ასაკამდე ახალგაზრდები დასაქმებული არიან ქორეოგრაფიულ ანსამბლში, 30 წლის ზევით ხალხური სიმღერის ანსამბლებში და ბოლო ასაკი წარმომადგენელი გახლავთ 82 წლის პიროვნება. და ამდენად ისინი ქმნიან ამ მრავალფეროვან სურათს და აუცილებლად ეს დაილექება ახალგაზრდა თაობის მეხსიერებაში. ამ ხრივ ძალიან კარგი არა ლოლა ეს აღნიშნე რომ ანსამბლის შემადგენლობაში, თუნდაც ეს შუახევის ანსამბლში ხო? გასხვავებული ასაკი. ხო, ერთსა და იმავე ანსამბლში მღერის რამოდენიმე თაობის. უკვე თავისთავად არის ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, როგორ უნდა შეინახო ტრადიცია და როგორ უნდა გადასიამო. ისინი ცალკე კი არ არიან. ერთსა და იმავე ანსამბლში. ალბათ დამეთანხმებით ეს პრობლემა არა მარტო აჭარაში, მთლიანად საქართველოში არის, როდესაც ხდება ხოლმე მივიწყება ამა თუ იმ ტრადიციის და მხოლოდ შემორჩენილი აქვს გარკვეულ ასაკის ადამიანებს და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი კითხვაც, რამდენად ახალი თაობა რამდენად დაინტერესებულია ამით და რამდენად ის წინა თაობა უზიარებს მომავალ თაობას, თავის გამოცდილებას და თავის ცოდნას.
იცით ახლა ორი ფაქტობრივად ახლა ესე უკვე ეს რაღაც ანალიზი შეიძლება მას, მაგრამ მართლა ასე იყო, რომ ორი მიმართულებით მუშაობ, გარდა იმისა, რომ ქორეოლოგია და ეს საცალკე კიდე ორი სპეციფიკა ჰქონდა ამ ექსპედიციას, ის რომ აი ხმის ჩამწერი სტუდიით ჩაწერა, ორიენტირებული იყო მაინც უკვე ჩამოყალიბებულ ანსამბლებზე, რაც მაინც უკვე ანსამბლის ტიპის ის არის. და წმინდა ფოლკლორისტული მუშაობა ჩვენი ორიენტირებული იყო სოფლებში სიარულსა და აი სულ ისეთი ხალხის ნახვაზე, რომელიც სცენაზე თავის დღეში არ გამოსულა. და ცხადია ეს პირველი აი ეს უკაცრავად ეს ფოლკლორისტული განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ რა მასალა შეიძლება მოიძიოთ თვითონ ხალხში. ამ მხრივ მაგალითად სულ ვეძებდი აკვნის ნანას. უსულ უბრალოდ ბავშვის დასაძინებელ ხანგს, რომელიც აი თქვა თუ არის შემორჩენილი, იმიტომ რომ საარქივო მასალებს ხო კარგად ვიცნობთ, რაც ინახება, თქვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უზარმაზარი ფონო არქივი, აუდიო არქივი გვაქვს. ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრშიც და იქიდან ხო ვიცნობთ ახლა რა არის ჩაწერილი და რა არა და ძალიან გამიხარდა, როცა რამდენიმე ქალბატონი მოხუცი მაინც ვნახეთ ამის მთქმელი. თუმცა აი ახალგაზრდებმა ერთმანეთს გვიმღერა, ხო, იამზე. ქალბატონმა იამზემ გვიმღერა, თორსებ ჟანივრიდან იყო ეს ქალბატონი, ხო? დედის თუ ბებიისგან და ხო, რასაც უმღეროდნენ, აი ესეთი დასაძინებელი, აჯარული, რამე ძალიან გამახარა. და მაინტერესებს როგორია სურათი, რა უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ზეპირსიტყვიერი თუ ხალხური რეწვის ტრადიციები, რომელი კუთხით გვაქვს უფრო ინფორმაციული სიმწირე? ბოლორის ანგარის ალბათ მოგვიანებ. ანუ ეს მეორე ეტაპად ითვლება, ხო? კი, ანუ შემდეგი ეტაპები რა იქნება, ესეც უნდა. ანუ ამ ექსპედიციის შემდეგი ეტაპი იქნება დაახლოებით 1 თვეში. ჩამოვდნენ აი ამ სპეციალისტების ზეპირსიტყვიერების და ხალხური რეწვის. და დასკვნები დაიდება ბოლოს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი კითხვის არსებობა სიმწირე სიმწირე რომელ დარგში უფრო არის მასალის ინფორმაციული სიმწირე. ინფორმაციული სიმწირეზე ხო? რა ვიცი, რომელში უფრო არის ხო რო შევადაროთ. იცით რა, მე ვფიქრობ ეს ექსპედიცია იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ აი მეც შეხება მაქვს საარქივო მასალებთან და სამწუხაროდ შუახევში ძალიან ცოტა სიმღერა იყო დაფიქსირებული. და მეტწილად არქივებში ინახება ქედაში და ხულოში ჩაწერილი მასალები და აი ეს ექსპედიცია ამ წუთას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგ თვალსაზრისით. აი ქორეოგრაფიული ნიმუშები ცოცხლად არის დღეს შენახული, იმიტომ რომ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეები, რომლებთაც ახსოვთ ის წინაპრები, ვისილეთებსაც დღეს ასრულებენ. შემოგვენახა. მაგრამ რაც შეეხება მუსიკას, აქ ცოტა დეფიციტი იყო და ეხლა საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მერე სცენაზე გავაცოცხლოთ, იმიტომ რომ სხვაგვარად ამ ყველაფერს არ ექნება განვითარება და ტრადიცია ვერ შევინახავთ სხვა გზით. თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ბატონი გივი ნახუციშვილი მუშაობს ფილმზე, დოკუმენტურ ფილმზე და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ან ხომ არ დაგეგმილა, როდის იქნება ფილმის ჩვენება ფართო მასებისთვის? ბატონი გიმე რამდენადაც ვიცი, ახლა თვითონ რო ყოფილიყო ალბათ უკეთ იტყოდა, მაგრამ თვითონ ბატონ გივისგან როგორც ვიცი, ეს მასალა ჯერ არ არის საკმარისი, ამათი დღის მასალა რომ ფილმი შუახევზე ბლიანობაში შეიკრას და ის კიდევ უნდა ჩამოვიდეს და კიდევ უნდა გააგრძელოს მუშაობა და როგორც ამბობს თავად შემოდგომაზე ფიქრობს რომ რაღაცა უკვე მონახაზი იქნებაო. ასე რომ ეს მისგან ვიცით თორემ სხვა მაინც და მაინც ინფორმირებული. და კი შემოდგომა ახსენე შეიძლება გავახმოვანო ერთი ჩვენი პერსპექტივა ასე ვთქვათ, რაც უკვე მოვნიშნეთ და დავგეგმეთ და ისე შემოდგომას დავუკავშირებთ ალბათ, ასე იქნება. ვახტანგ ბერიძის თხოვნით რა შემომთავაზა რომ რაღაც მოვიფიქროთ ხალხონატო ერთად რომ მასურულებ რომ ვითანამშრომლოთ ცხადია და მე შევპირდი იმას რომ სამეცნიერო კონფერენციას მოვამზადებ საგანგებოდ აჭარულ თემატიკაზე. და მცირე რაღაც ესეთი პრაქტიკული ისიც ახლდება ამას ნაწილი, პატარა ჯგუფი იქნება შემსრულებლებისა და ვეცდებით რომ სვაჭარული რეპერტუარი გქონდეს. იმისთვის რომ ერთგვარი რაღაც მასტერკლასის სახეც გქონდეს და თუ ამას დაურთავთ და პრეზენტაციასაც იმ დროისთვის დავგეგმავთ, ეს იქნება მე ვფიქრობ ძალიან კარგი. და კიდევ ერთი რამ თუ შეიძლება ვისაუბროთ შემთხვევით და ვიტყვი რომ
შუახევის მუნიციპალიტეტი აი ამ თვალსაზრისით, როგორც ასეთი ექსპედიციის იდეის განმახორციელებელი, ამ გიორგი დონაძის ჩვენი დირექტორის იდეა აიტაცა და პირდაპირ ხორცი შეასხარიალურად, ხო? არის იშვიათი გამონაკლისი, მართლაც საქართველოს რაიონებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ხშირი მოგზაურობა გვიწევს და ასეთი მიდგომა აი ამ საკითხისა. მოგეხსენებათ ახლა რა დონის ფოლკლორი აქვს საქართველოს, ხო? ეს არის საგანძური. ეს არის ეროვნული საგანძური, არც მეტი და არც ნაკლები და დღეს ნელ-ნელა რატომღაც ნაკლები ინტერესია ხო ხშირად მასებში და რაღაცნაირად ისეთი მიდგომა არის საჭირო და სახელმწიფოებრივი პოლიტიკისაგანიც კი უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვისაგანი და აი ასეთი მიდგომა არის აქ და ძალიან მოხარული ვარ ამისი და ვფიქრობ რომ თუ ეს მისაბაძი შეიძლება გახდეს იმავე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისთვის თქვენთვისაც ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ აი ამ რანგის, თქვათ, ჩანაწერების გაკეთება, ასეთი რაღაცების მომზადება და დადება, მე ვფიქრობ, ძალიან სასურველი უნდა იყოს ყველასთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აი ეს მოგვახერხებინა და ჩვენს ამის მონაწილე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ფოლკლორული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე, ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის სპეციალისტი თეონა რუხაძე და ეთნომუსიკოლოგი, შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე. დილის სტუმარი